მოგესალმებით UG Hub-ის გამომწერებო და უსაყვარლესო ხალხო, ჩვენ დაგიბრუნდით საკმაოდ დიდაქტიკურ ადამიანებთან ერთად. ჩვენთან ერთად იქნებიან დღეს პოეტი ნიკოლოზ ტაფსონაძე და მისი მოპირისპირებელი იქნება ვაჟა გოგიტა გოგუა. ვაჟა, დიახ. როგორ მოგწონს ეს? მაგარია. ბიჭი. ეს. დიახ. მე არ მომწონს შემეტო ხე, იმიტომ რომ ვითამაშოთ გასახურებელი კითხვები და ძალიან საშიშია. ძალიან საშიშია. კარგი. მაშინ შეუძლებელია ვინ მოგოს ამ თამაშს. მე შემეძლია დაგაწყნარო, ტაფსობ. ნახე, შენ თუ იმდენი განათლება ვერ მიიღე, შეგიძლია საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბარო, ისწავლო საქართველოში. ყველაზე წამყვან კერძო უნივერსიტეტში და მიიღო განათლება. დღეს გვექნება საკმაოდ საინტერესო თამაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ტაფსონა არის ძალიან ჰიპერაქტიული ადამიანი და ვნახოთ როგორ გაუძლებს ვაჟა. თამაში არის ხინკლებზე. ანუ ნახე 20 ხინკალი, 50, 100, 150. 5000 ხინკალი. ხო, კეთილი მაჩვენებელი რა არის ბატონო გიო. მე კი მოვყურებ ამ გადაცემას ყოველდღე. 5000 ხინკალი უფრო მინუსში მივდივართ. არ არის ხინკლებზე. ბარებზე. ბევრად მინუსში მივდივართ. 3ჯერ, 2.5-ჯერ. რეკორდი არის 700 გელი. 700 გელი. დასწრებაზეა, ხო იცი, ვინც შორს იქნება, ის იგებს მარტო ხოლმე და არასდროს პასუხზე უკან მოდიხარ, აბა შენ იცი წარმატებული. ვისი გარემოდებელია කියන්නේ? დავიწყე. აი, ეს არ იყო მზად, ეხლა ნახე, ის აი ესე აკეთებდა და მოემზადე. ზამბარასავით. აი ესე იყო, აი. ზამბარასავით არის. ხო და მოემზადე. აი, მიდი, საათვარ, მადლობა, რომ შენ შემკეხარ და მომხდე. დავაი. მიდი. მე შენკენ ვიქნები. მიდი. დაასახელეთ ხაშლამის 3 ინგრედიენტი მაინც. აქეთ იყო პირველი. 3 მაინც. აი ნებისმიერი რის გარშე თაფლის ფოთოლი გეთვლება. საქონლის ხორცი. საქონლის ხორცი გეთვლება. კინძი მაშინ ვაჟას ხარ. კი ბატონო, კინძი. იმპილიც შეიძლებოდა. ბიჭი, პილპილი. პილპილიც შეიძლებოდა, მარილიც შეიძლებოდა. მარილი კარგი, როგორ დამასწარიტო? აბსოლ, 20 გელი. მადლობა. შემდეგი შეკითხვა. სად ვერ მივა ნივა? ვერსად, ანუ ყველგან მივა. სწორია, ნივა ყველგან მივა. ყველაფერზე აწובה. მე და მარტო რომ ყველა კითხვაზე აწובה ჩემი აზრით და მე ვფიქრობს. თქმულების თანახმად, რომელი ფრინველი მღერის სიკვდილისწინ? იქით იყო. აქეთ იყო პირველი? იქით იყო. გედი. გედი სწორია. ვაჟა, შენ რატო არ გინდოდა? იმიტომ რომ არ ვიცოდი. არ და მე აქეთ დავინახე. კარგი, იქით ვარი ყავს და იქით ხედავენ. მადლობა. საკმაოდ კარგად მიდიხართ, გოგოებო. რომელი ბაღიდან გამოყარეს ადამი და ევა? ედემის. რატო არც დააჭირე? ხო და რავი, რო დააჭირა მე აღარ დავაჭირე და. ბაგა ბაღიდან. კაი. ბაგას მართლა ავწევდი, ზემოთ ჩაგითვლიდი მაინც. შემდეგი. დედის წინ მორბი. აი, რაზე დააჭირა? ეს იყო პირველი. მე პასუხი უნდა მითხრა. ამან დააჭირა? ან მგელი შეჭამს? პასუხი უნდა მითხრა, რა იყო პასუხი? ან რა შეჭამსო რა? ეგ იყო კითხვა, ხო, ალბათ. ან მგელი შეჭამს, როგორ არის? დედის წინ. ან მგელი შეჭამს, ან გლისფერი ძაღლი. არა. მარტო? ან გლისნაირიო? გლისფერი ძაღლი. პასუხი უნდა მითხრა. სათვალეს დაგიორთქლავ და ეგრევე კედელს დაიჯახე. რატო არ გონი? რატო არ ჯერა რომ ეხმარებ? 2, 3. გლისფერი ძაღლი. კაი, რა იყო ისე? ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილიო. მგლის შვილი. მე ეგრე ვიცი როგორც მეკითხარი, თქო მართლა აი, დედას მართლა კარ ნახობდა. მე მართლა კარ ნახობდა. კარგი, ხო ვიცოდი, просто ვერ გამიხსენე. დააჭირე ამაზე უეჭო. მიდი. ყველაზე პატარა კონტ. მორჩა? ყველაზე პატარა კონტ. კონტ არ გეთქონდა ნათქვამი. ქონდა. ყველაზე პატარა კონტინენტი. არ ვიცი, შეკითხვა არ დამისრულებია. ეხლა მე რო გააჭირეთ ხო? სწორია, მაგრამ აუ, კარგი რა. ეხლა აი ეს გადაჭი. უნდა გაგიჟდეს, არ შემილია, გიჟი არის. ააგრი ახასე არ. ეს ამაზე ყველაზე სწრაფი ცხოველი. არ ვიცი. გეპარდი. სწორია. არ და გეპარდი მქონდა ვერსია, კაი. რა ვიცი, აბა რა არის გეპარდი. რამდენი შენია ეს? რამდენი წუთია 3 საათნახევარში? 3 საათნახევარში ამდენი წუთია უნდა გავიგო? 1 1 ნუ ითვლი 180 180 200 თქვი სწორია. რა არის ლონდონის თვალი? ეშმაკის ბორბალი. სწორია. აბსობა. მომზადებული მოვიდა. შემდეგი შეკითხვა. ელექტრომატარებლის კვამლი საით მიდის?
ელექტრომატრების კვამლი არ აქვს. სად არ მის? ორია. ო, ნუ. ესე რომ შევებოდა დაინახე. აი, ვიღებდი ამ კითხვას. ვიღებდი ბაშკი. სოხუმში მოდი ხარ? ჩვენთან სოხუმში. არა, ბიჭო. ფიქრი. შეგოდი ბიბლიოთეკა გააკეთე. ზაზე რომ დგას, ბათუმში რომ მიდის. ბათუმში რომ მიდის, ბიბი გააკეთეთ რა და აი ესე რომ სოხუმში რაღა ბათუმში. სოხუმში დავით თუ წავალთ ძალიან კარგი. რა წავალთ, შემდეგი. კარგი, შემდეგი. რა სახის სპექტაკლია, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობს? მონო. ბრავო. მონო სპექტაკლი. მონო უნდა გეთქვან სოლო, რა თქმა უნდა. ლაი. და თამაშობდა. მონოები გქონდა ხოლმე ესე? კი, კაცო. ანუ ტელეფონიც გქონდა? მე არ ვიცი ამდენ გქონდა. ოჯახ შეიძლება, არ მახსოვს. მონოები მქონდა? არ ვიცი, გამოიწერეთ არხი და გავიგოთ მონოები გქონდა თუ არა აფსობას. გელოდებით. გაგძელ რა შემოწმო რა. გამოიწერეს. ძალიან კარგი თამაშია 200-150. ყველა კითხვა ვიცოდი არა და მართლა. ყველა კითხვაზე ვაჟამაც ჩემი კითხვები იცოდა. არა, იქ მართლა გლისფერი ძაღლი არის. ეგრე ვიცოდი ეგანდაზა. რა გლისფერი ძაღლი? ეგრე ვიცოდი, შენ თავს ვიცავარ. აბა რომელი შერცხვებით ახლა? რომელ წელს მოუგო ბარსელონამ PS? 2017. ისტორია. ის 6-1? ხო. ვა, აბა შემდეგი. რომელი ქალაქი მოიხსენიება როგორც დიდი ვაშლი? 3. ნიუ-იორკი. სწორია. აფსობა? დიდი ვაშლი ხატო ბიგეფო? ხო, ბიგეფ გაგრე. შემდეგი. ეს ძალიან მარტივი, აფსომ, დააჭირე. და ისაჭერს მე მეუბნებ. რძალო შენ გეუბნები, ბულო შენ გაიგონე ხარ. რატომ ვერ ავანთებთ ცეცხლს მთვარეს? ანუ უნდა ავხსნა რატო ვერ ავანთებ ცეცხლს, იმიტომ რომ შენ რატო იცი? ჟანგბადი არ არის. ხო. აუ, კარგი. просто დავძაბე ეს. ხო დაიძაბე რო აი რა. აი, შემდეგი. დაჭერე. რომელი ქალაქი იყო ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი? 3, 2, 1. აი, არ თქო, პერსეპოლისი? აი, ჩახვიდოდი ქვემოთ. რაღაც ეგეთი ქვია, მაგრამ პერსეპოლისი არა? არა. აბა. კონსტანტინოპოლი. ხადაო. ნუ რა კონსტანტინოპოლია? გიჟი. შემდეგ შეკითხვაზე არ აჭერთ, უბრალოდ უნდა თქვათ ახლო პასუხები. დიახ, კაი. მაგრამ თუ 200-ზე მეტი თაცდებით, ანჩურს მითხრა. არც ერთს არ გეთვლებათ. კარგი. და ამიტომ გამოირიცხა აქ ის, რომ ნახე 1 პლუსი ხო? ხო, 1 პლუს 1 მინუს ვირიცხება. 200 თუ გენიოსია შენ ბოლოს. ორივე ასახელებს ახლა პასუხს. კინოთეატრში ბატიბუტს საწყის ღირებულებაზე საშუალოდ ამდენი პროცენტით უფრო ძვირად ყიდიან. 200-ით თუ აცდებით ორივე არც ერთს არ გეთვლებათ. თუ 200-ზე ქვემოთ, ვინც ახლოს იქნება. აბა, პირველი ვინ იტყვის? ამდენი პროცენტით უფრო ძვირად ყიდიან. თუ კიდე ყურში მითხარი, რომ არ გაიგოს ავანი. მე მოფატე საიტში. 1000 და 800. ორივე ადგილებზე დარჩით. შენ ცოტა დაგაკლდა, იმიტომ რომ ეს ხო 1275. აი რა. ხო და არა, 200. არა და გადავთვალე, მაგრამ მე 800 არა, საწყისი ღირებულება რა არის, ანუ საწყისი ღირებულება, სიმი. ნახე, საწყისი ღირებულება თუ არის. მომისმინე გიორგი, მომისმინე. მე ხო იმის 800 ხო, მაგრამ 900 ვთქვი, 900 მე ხო 200 ვთქვი. მე ხალხი ფიქრებს, რომ ჩაწყობილია. თავიდან ვთქვი და 300 თვითონ დიწვევ. აბსოლუტურად უსვამ დავსვამ კითხვას და ვერ მოასწრებს ეს. რატომ შექმნა მაკდონალდსმა ქათმის ნაგეტსები? თუ გეტყვით, რომ საქართველოში ეს უგულავასი საკმაოდ პოპულარული დიეტა. კარგი, რა ხუმრობ ანუ ეს რაღაცა თავის სიგრძეზე 200-ჯერ მეტ მანძილზე ხდება. კალია იყოს. აი, რა კალია. რა კალია. რა იყო აბსოლუტ ხარე? არ ვიცი. თავზე რო აგაცოსდება. წყილი. მართლა ბიჭო. ბიჭო, კალია ძალიან ის კალია დაფრინ, ანუ კალია ესე ხო არ ხტება. ხელი გაწიეთ. წყილი არ დაახტა? და ქესკინოგლოს ქათამი ჭამა. შემდეგი შეკითხვა.
რომელ ცხოველს შეუძლია დღეში 20-22 საათი წინა? ზარმაც არ ვარ, კოალა. ვა, საიდან გამოწურა? კოალა თქო. კაი, რა გინდა, კოალა არ თქვი ძმაო? ჩამოვყალიბდი. ზარმაც არ ვარ, კოალა თქო. კოალა იყო. რა უფრო მაღალია? კანადური მაჩვს ღარბას თითოეული ეკალი რომ გადააბა სიგრძეზე თუ ევერესტი? პირველი კანადული მაჩვს ღარბას თითოეული ეკალი რომ გადააბა ერთმანეთს. რატო? აი უბრალოდ არ ვიცი, ეგ კითხვა არის ეგეთი და ვარაუდო. აწიე? ბრავო. სამჯერ უფრო მაღალია კანადური მაჩვს ღარბა, იმიტომ რომ 13 სანტიმეტრია თითო გადააბა ის. ერთი რა არის კანადური მაჩვს ღარბა? იცი რა საყვარელია? უსაყვარლესია. საყვარელი ვარ არის, მაგრამ აბა რო თამაშობს გიждები. შემდეგი. იმპერატორ პინგვინს შეუძლია ეს 9 კვირის განმავლობაში. არ ვიცი რა არის. ზუსტად უნდა მითხრა პასუხი. იმპერატორ პინგვინს შეუძლია 9, ან არის სიარული, ან არის შიმშილი, უჭმელი ყოფნა რა, ან არის ცურვა. აი ამ სამიდან ერთ-ერთი უნდა ავიღო, მოდი იყოს. რამდენი ხნის განმავლობაში? 9 კვირის. 9 კვირის განმავლობაში? ბიჭი ცურვა. აუჩი, უჭმელი ყოფნა. ეს ბავშვი. გიზია მე მგონი. ბრავო. ნახე რა კარგად იმსჩება და პინგვინებზე ვიდეო ჩაწერა, როცა ის ვაირალ პინგვინი გაჩნდა და სავარაუდოდ მაგისაო. შემდეგი შეკითხვა. ლიონელ მესი აქ რომ წასულიყო, სავარაუდოდ სიმაღლეში 5 სანტიმეტრით უფრო გაიზრდებოდა. სად? კოსმოსში. აბარა! გრავიტაცია რო არ არის, უფრო იზრდები, ხო? ხერხემალი იწელება თუ რაღაცა და აბსონ ერთი შეკითხვა დარჩა და ეხლა შენ თუ გაათანაბრე, გადამწყვეტი შეკითხვა გექნება 1000 დოლარზე. აბსონ შენ ანუ აზრი არ აქვს მაინც რა. თუ ეს შეკითხვა ვერ აიღე, არაფერს აზრი არ აქვს. მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ რთული შეკითხვაა ეს. სახლში მტვრის ნაწილაკების დიდი პროცენტი ამისგან შედგება. ადამიანის კანი, კანის მკვდარი უჯრედები. გადავედი, დავამყარე რეკორდი აბარა. რა ვაჟამ? დღეს მოიგო ვაჟა. 1000 დამსასავო. მაგრამ კი ანუ ბოლო შეკითხვა გადამწყვეტი რა მქონდა, რო რამე გინდათ დაგიცვათ? არა ეს კითხვა მოსმენელი მქონდა ნეტად. ფრერო ყოფილიყო ეს კითხვა იქნებოდა ბოლო. დედამიწაზე ეს 6000 ჯერ ხდება წუთში. რა არის ეს თუ გეტყვით რომ კატებს და ძაღლებს არა და არაფერი დაუშავებიათ? კატებს და ძაღლებს არაფერი არ დაუშავებიათ, ხო? ეს უნდა იყოს. არ თქვა ერთ წამით, ხო რა ვიფიქროთ? ცოტა ხელი ვიფიქროთ. კატებს და ძაღლებს. კატებს და ძაღლებს. ჩახვიდოდია? კატებს და ძაღლებს. სწორი იყო, ხო? აი ნახე მაგით მიხვდა. მაგ მინიშნებით მიხვდი, ხო? კატებს და ძაღლებს. Cats and dogs-ით. ყოჩა It ვაჟი. rains cats and dogs. არა, პროსტა ვაჟა გოგუას მივულოცოთ რეკორდი დაამყარა და აბსობას ბრავო, ძალიან კარგი თამაში ქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 1000 ლარიდან აუცილებლად ხინკლებში რაღაცა შენ შეხვდება. კაროჩე, რომელი საათი არის? ყურში მაკლდება ხოლმე რომელიღაცა? კი, 4 წუთია ყურში მაკლია. ხო, 5-4 წუთზე აღარ ესმის ხოლმე. რავი, რეკორდი მოხსნა ვაჟა. ნეპოტიზმით თუ ნეპოტიზმოთ, არ ვიცი. მე ალბათ ნახეთ როგორც ითამაშა. აბსოლუტურად მადლობა რომ მოხვედით. თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარებში დაგვიწერეთ უკვე ვინ გინდათ რომ იყოს ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ ნელ-ნელა უკვე ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა რა. ჯამური თანხა ხო ყველაზე მეტია თან. აი ხო 1000-ით 500 მოსწე. 1000-500 ყველაზე მეტით. ჯამურით ორივეთი კი. იმიტომ რომ ერთი კითხვა გამოვასწრეთ. არა, რამოდენიმე გამაზეთ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ჩახუტება, მეობა გააგება, საქართველოს უნივერსიტეტი, კერძო წამყვანი უნივერსიტეტი.